გილოცავთ დღევანდელ დღეს, ეს უმნიშვნელოვანესი თარიღია საქართველოს ისტორიაში. ამ თარიღმა განაპირობა ბევრი რამ ჩვენს წარსულში, აწმყოშიც და განაპირობებს მომავალში 26 მაისიდან მოყოლებული დღემდე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩემთვის ასევე არის 9 აპრილი, რომელმაც განსაზღვრა ჩვენი იდენტობა, ქართული სახელმწიფოს იდეა, სუვერენიტეტი და მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი რაც ახლა ყველაზე მეტად გვაქვს საბრძოლველი არის ის, რომ ჩვენი საზოგადოება გავანთავისუფლოთ და განთავისუფლოთ ჩვენი საზოგადოება ტოტალიტარული აზროვნებისგან. ეს არის ყველაზე ძიმე შემაფერხებელი, რაც ჩვენ საზოგადოებას უშლის გაიხედოს წინ და გახდეს თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი, რისთვისაც უამრავმა ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში თაობებმა გაიღო სისხლი, დათმო სიცოცხლე და არ ვიცი, კარიერაც და ბევრი რამ. ხალხი იკრიბება ის ადამიანები, ვინც მართლაზე იმობენ 26 მაისს და მე ვერ ხვდები ისინი, ვინც რუსეთისკენ იყურება, რატოზე იმობენ ამ დღეს და რა мотивация აქვს, მაგას ვერ ხვდები. შესაბამისად აქ ვართ, იმიტომ რომ ეს დღე არის მოპოვებული იმ ადამიანების, ვინც თავი დასდო ამ ქვეყნისთვის და ჩვენ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ეს მონაპოვარი. და არ უნდა მივატოვოთ ეს ქვეყანა ამათ ხელში, ვისაც რუსეთი უნდა და რუსეთში მიგვაქანება. დღეს არის ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე. მე ვილოცავ ჩემს სამშობლოს, საქართველოს ქართველებს, ყველას, განურჩევლად ყველას. იქით დგობს, აქეთ დგობს, ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს და რამენაირად უნდა მივიყვანოთ ეს ამბავი ბოლომდე. ის, რასაც დღეს აკეთებს რუსეთი, სამწუხაროდ ისევ შინაურების და ქართველების დახმარებით, უნდა დამთავრდეს რა. სათქმელი იგივე რჩება, რასაც ყოველთვის ვიძახი, არაფერს არ დავამატებ დღეს, მაგრამ დღეს არის დღე, როცა ყველა მთელი საქართველო აღნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას და ვინც ამას აღნიშნავს გულწრფელად და გულით, რა ვიცი, ყველას გილოცავთ.